მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 18. ნახატზე გამოსახულია მუდმივი მასის აირის მდგომარეობის ცვლილების პროცესიო და რომელიც წერტილს შეესაბამება მოცულობის მინიმალური მნიშვნელობა. პოვენის გავარკვიოთ, კარგით ესე იგი, მოდით პირველ რიგში ჩვენ ჩავწეროთ, რადგანაც აირზე არის საუბარი, კაპეირო მენდელეევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება, PV, ტოლი არის ნიუ RTC. ეხლა, რადგანაც ჩვენ გვითხრეს, რომ მუდმივი მასის აირის მდგომარეობის ცვლილება გვაქვს მოცემული, შესაბამისად ნივთიერების რაოდენობა მუდმივია და გაზების უნივერსალური მუდმივი არის თავისთავად. შესაბამისად, აი ეს ნამრავლი არის მუდმივი და მოდი კონსტანტა არის. ესე იგი, რა გამოვდის აქედან ჩვენ ტოლი ყოფილა, ჩვენ გამოვდის რომ PV ტოლი ყოფილა, PV უდრის ნიუერი კონსტანტა, მოდი ეს კონსტანტა რაღაც 10-ია ვნიშნოთ პირობითად, აჯერ T, სადაც რაღაც რიცხვი არის კონსტანტა, საიდანაც V-თვის რას მივიღებთ, ნახოთ. აქედან ჩვენ V-თვის მივიღებთ რომ V ტოლი არის აჯერ აგამრავლებული T შეფარდებული P-სთან, ხო? ასეთი დამოკიდებულება მივიღეთ. ეხლა მოდით ამ სურათს შევხედოთ და დავაკვირდეთ აქ რა გვაქვს. ეხლა, რა ვიცი, რომელიმე წერტილი ავარჩიოთ მოდით პირობითად აი მეორე წერტილი შევამოწმოთ მეორეში რა გვაქვს. ეხლა მეორეში ბუნებრივია რაღაცა P აი რაღაც P0 წლება შეესაბამება მეორე მდგომარეობას და რაღაცა მოდი P2 დავარქვათ, რადგანაც მეორე მდგომარეობას გამიხილავთ. რაღაც P2 მდგომარეობა წნევა შეესაბამება და რაღაც T2 ტემპერატურა. ანუ მოცულობა მეორე მდგომარეობისთვის V2 ტოლი გამოგვდის აჯერ T2 შეფარდებული P2-თან. მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ დავაკვირდეთ ჩვენ თუ აი გავატარებთ P-ს მეორე წერტილში. აი ეს შეფარდება T2 შეფარდება P2-თან. T2 შეფარდება აი ამ საკუთხედში, აი თუ კუთხე შემოვიტანთ ალფას. აი MN მოდი დავარქვოთ სახელი MNC სამკუთხედი იყოს ეს. აი ეს MNC სამკუთხედში აკუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება, ანუ T2 შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან, ესე იგი P2-თან. ეს ტოლი არის კოტანგეს ალფასი, ხო? მიმდებარე კათეტი შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან, მართკუთხა სამკუთხედში კოტანგეს ალფას ტოლია, ეს ტოლი ყოფილა კოტანგენს ალფა. ანუ V2 ტოლი ყოფილა აჯერ კოტანგენს ალფასი. კი ბატონო, ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ კოტანგენს ალფა 0-დან π-ნახევარ შუალედამდე კლებადი ფუნქცია არის, შესაბამისად ეს ალფას რაც უფრო გავსდით, ანუ ალფა რომელ მდგომარეობაშიც ყველაზე დიდი გამოგვივა, იქ V2-ის მნიშვნელობა გახდება ყველაზე დიდი. ყველაზე პატარა უკაცრავად, ყველაზე პატარა, რადგანაც 0-დან π-ნახევარამდე კოტანგენსი იკლებს. ხო, ბუნებრივია, რადგანაც ახლა მაგალითად აი ამას თუ განვიხილავთ, აი ამ წერტილს, აი ახლა აი ამ სამკუთხედში, მოდი შევხედოთ, აი ამ სამკუთხედში, ალფა ბუნებრივია გაიზარდა, ხო? ცოტა ესე არ გვინდა, აი ესე გავაკეთოთ, აქ ხო გავატარეთ და აი ამ სამკუთხედს დავაკვირდეთ. აი ამ სამკუთხედში ეს ალფა ხო გაიზარდა წინასთან შედარებით, ხო? ეს მიმდებარე კათეტი შემცირდა და მოპირდაპირე კათეტი პირიქით გაიზარდა, ხო? პირველი შემთხვევისთვის. შესაბამისად, კოტანგენსი ამ შემთხვევაში გამოგვდის უფრო პატარა, რადგანაც კოტანგენსი როგორც ვთქვით 0-დან π-ნახევარამდე კლებადი ფუნქცია. შესაბამისად, ყველაზე დიდი კუთხე კი შეესაბამება პირველ მდგომარეობას, ასე რომ პასუხი იქნება A.